დღეს ვართ საჭაშნიკეში და უნდა გავსინჯოთ ნამდვილი კაცური კაი საჭმელი კერძები. ესე იგი, აქ გვაქვს მთავარი კერძი, გრილზე შემწვარი ნეკნები. გრილზე შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო, შებოლილი პომიდორის სოუსით. უგემრიელესი ცეზარი, ხრაშუნა კრევეტები და ძალიან გემრიელი ჩებურეკი. პირველს გავსინჯო ხრაშუნა კრევეტებს. ისეთი სურნელი აზის ყველაფერს, ნერწყვები მომდის, ამიტომ მალე დავიწყოთ. ძალიან კაია. ხრაშუნა კრევეტებს მოყვება ლაიმი, თავისი სოუსით, რაც უნდა აუხნიშნო აუცილებლად, თვითონ კრევეტი არ არის გამომშრალი და ირგვლივ რაც არის გამოყენებული ხრაშუნა ცომი უგემრიელესია. შემდეგი კერძი იქნება ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც არის შემწვარი გრილზე. და სხვათა შორის წინასწარ მითხრეს, რომ ამ კერძთან ერთად აუცილებლად უნდა გავსინჯო შებოლილი პომიდორის სოუსი. ისეთი გემრიელია, ვეღარ ვჩერდები. სოუსი არის ბომბა. ეგეთი გემრიელი კომბინაცია ჯერ კიდე არსად არ მიჭამია. და სხვათა შორის აქ არის სპეციალური ესპანური გრილი, სადაც აკეთებენ ზუსტად ამ შებოლილ პომიდორის სოუსს. შემდეგი კერძი არის ცეზარი. ცეზარის ექსპერტი ვარ, იმიტომ ძალიან მიყვარს და ყველგან მკვეთავ, სადაც მივდივარ. აქ კი უნდა აღვნიშნო, რომ ეგეთი გაფორმება ჯერ კიდე არსად არ მინახია. ფოთლები არ არის დაჭრილი, არის გამოყენებული ქათმის შნიცელი, ხრაშუნები აშკარად მომზადებული აქ არის და სოუსი არის გვერდზე. ანუ შემიძლია თვითონ ავურიო და გამოვიყენო იმდენი, რამდენიც მე მინდა. და სხვათა შორის ჩვეულებრივი სალათის ფოთლების მაგივრად აქ არის გამოყენებული რომანოს კომპოსტოს ფოთლები, რაც უფრო საინტერესო სალათს ხდის. ჩებურეკის დროც მოვიდა, სხვათა შორის ძალიან დიდი ხანი არ მიჭამია, არადა ძალიან მიყვარს. რესტორნებში რატომღაც არ მიფიქრია ამის შეკვეთაზე და ეხლა არის იდეალური მაგის დრო. ხრაშუნა, ცხელი, წვნიანი, უგემრიელესი, მართლა მომენატრე ჩებურეკი ბავშვი მომახსენებს ეგრევე. ბოლოს კი გავსინჯოთ გრილზე შემწვარი ნეკნები. ოღონდ ჯერ გავსინჯობ და მერე უკვე გეტყვით რა არის აქ, თუ ვეღარ ვითმენ. ბილია წვნიანია. თქვენც დაინახავთ რამდენად მდიდარია სოუსით. სოუსში კი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს სიცხარე და სიტყვო. ხორცი კი ისე ადვილად სცილდება ძვალს, რომ არანაირი ძალაც კი არ გჭირდებათ. მოკლედ კომენტაროთ უგემრიელესია. მოკლედ შევაჯამოთ. ეს არის იდეალური ადგილი ქალაქის ცენტრში და სხვათა შორის ძალიან კარგი ადგილია იმისთვის, რომ უყუროთ ფეხბურთი, იმიტომ რომ ეკრანებიც აქვთ. საჭმელზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, ყველაფერი იყო უმაღლეს დონოზე. და პარკინგიც აქვთ კერძო, ამიტომ შეგიძლია პარკინგზეც არ ენერვიულო. რესტორანი საჭაშნიკე მდებარეობს მერაბ კოსტავას 60 ნომერში, შუა ქალაქში. აუცილებლად შეინახე და ეწვია ამ ადგილს.